ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმ რთულ გარემოში, რაშიც ჩვენ ვართ, რაშიც ჩვენი ქვეყანა არის, ყველას მადლობას გეუბნებით ამ პროფესიაში ერთის მხრივ დარჩენისთვის, იმიტომ რომ ეგ რეალობა არის, თქვენ გქონდათ არჩევანი, როცა დაიწყო ეს ყველაფერი, დარჩით ერთის მხრივ და არა მარტო დარჩით, არამედ ხართ გამორჩეული ჟურნალისტები, რომლებიც ველზე ხართ ყოველთვის და შენ მართლა ყველგან ხარ. ანუ ჩემი მთავარი კითხვა არის, როგორ ახერხებ? ერთის მხრივ იყო ლაივში, მეორეს მხრივ არ ვიცი, სამ პარალელურ ამბავს ერთდროულად აშუქებდე. მართლა გულწრფელად მაინტერესებს, რა არის შენი ესეთი სამუშაოს საიდუმლოება, როცა აჭარაში მიმდინარე ამბები ყველაფერი არის აჭარათანის, ოღონდ არა უბრალოდ არის როგორც არ ვიცი, ქარდის სახით ან ამბად, არამედ აუთენტური კონტენტის სახით. ეს არის ჩემი მთავარი კითხვა, როგორ ახერხებ, რა არის შენი სამუშაო რეჟიმი ამ ყველაფრის ფონზე? ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ვარ დღეს აქ, ჩემთვის ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ კიდევ განსხვავებულ აუდიტორიას ვესაუბრო აჭარა თაიმსის შესახებ, რომელზეც ყოველდღიურად აქტიურად ვსაუბრობ, იმიტომ რომ მე მესამე წელია რაც სრულიად მარტო მუშაობ, წარმოვადგენ ერთი კაცის მედია. მე მადლიერი ვარ იმ აუდიტორიის აჭარაში, რაც მყავს, უკვე 100,000-მდე მყავს და ერთადერთი ჩემი საქმიანობა იმიტომ ჩანს, რომ ძალიან კარგი წყაროები მყავს, რომელთა განსაკუთრებული წვლილი არის იმაში, რომ აჭარა თაიმსი დღეს არის იმ სახით, რა სახითაც არის. ვთქვათ, თუ რამე ხდება რეგიონში, მესენჯერი ყველა ტიპის საკომუნიკაციო არხი, უკვე მესიჯები მოდის, ფოტოს მაწვდიან, ვიდეოს მაწვდიან და მე თუ სასწრაფო ამბავი არის, რომელიც საჭიროებს პირდაპირ ეთერს, ეგრევე გავრბივარ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სწრაფად მივდივარ, არ ვიყენებ ავტომობილს, ხშირად გავდივარ ფეხით ან ავტობუსით. დიდად ჩემი მთავარი ხელსაწყო არის მობილური ტელეფონი. მობილური ტელეფონით ვამუშავებ ქარდებს, ვიდეოებს, ვიდრე გადასაღებ მოედანზე მივალ, მანამდე ვაწვდი უკვე აუდიტორიას იმ ინფორმაციას, რაც მაქვს პირველ ეტაპზე. შემდგომ უკვე პირდაპირ ეთერებს ვაკეთებ, სადაც ყვები იმ ამბებს, რაც რეალურად ხდება იმ მომენტისთვის. ხო, მე ვცდილობ, რომ ვიყო განსხვავებული, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის სხვა დღის წესრიგი, მე მაინც ვცდილობ, რომ ადგილობრივების საჭიროებები არ გაქრეს მედიას სივრციდან. მე ვარ ახლობელი მედია ბათუმში მცხოვრებლებისთვის, რომელიც მუდმივად საუბრობს იმაზე, როგორ უჭერს ადამიანებს, როგორ მდგომარეობაში არიან მიუსაფარი ცხოველები, რა მდგომარეობაში არის ადამიანის უფლებები, თუნდაც ინფრასტრუქტურა რა ნაწილში არის და ასევე ძალიან აქტიურად ვაშუქებ სამოხელეო დანაშაულს.